მოგესალმებით, მე გიორგი ვარ, McDavid Honda Frisco-დან. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ავტომობილი, რომელიც არის ჩვენთან გაყიდვაში. 2026 წლის Honda Passport-ი. კონკრეტული მოდიფიკაცია არის Trail Sport Elite. ფერის სახელწოდება გახლავთ Ash Green-ი. ძალიან ლამაზი ფერია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერია. აღჭურვილია 6 ცილინდრიანი 3.5 ლიტრის ძრავით. აცჩქარიანი გადაცემათა კოლოფით. LED ფარები. Parking სენსორები როგორც წინ ასევე უკან. შიგნიდანაც განახევთ. პანორამული ლუკი. ესეთი გრავირებული Trail Sport-ის. საკმაოდ ტევადია. საბარგულის გასახსნელად საჭირო ფეხსა ეს მარტივი მოძრაობა. ძალიან ბევრი ადგილია საბარგულში. ყავის სავარძლები გათბობა გაგრილების ფუნქციით. უსადენო ტელეფონის დამტენით, ასევე რა თქმა უნდა Apple CarPlay, Android Auto. საჭის გათბობა. 360 კამერების გააქტიურება შეგიძლიათ აი ამ ფილმით ასევე. სხვადასხვა რეჟიმებზე გადასვლა. ავტომატური ფარები. სენსორული საქარემილი საწმენდები. რაც შეეხება უსაფრთხოების ფუნქციებს, ავტომობილს რა თქმა უნდა აქვს ეგრეთ წოდებული lane keep assist-ი, ანუ როდესაც ხაზში რჩება ავტომატურად ადაპტიური კრუზ კონტროლი, სენსორი, რომელიც წინ აქვს განთავსებული, აღიქვამს მანქანებს და ავტომატურად იჭერს დისტანციას და მიყვება ტრაფიკს, ასე რომ ვთქვათ. Blind spot-ი სარკე ავტომატურად მუქდება. ორი Type-C ჩარჯერი გაქვთ ასევე. რამდენიმე driving mode-ი, რასაც ქვია, ახლა ვეგაჩვენებთ სპორტი, ნორმალი, eco, თოვლის რეჟიმი, trail-ი, sand-ი და თოვლი. ახლა შეგიძლიათ შეცვალოთ. მის იზოლაციას რაც შეეხება, საკმაოდ გაუმჯობესებულია წინა მოდელებთან შედარებით, ბევრად ჩუმია მანქანა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ Bose sound სისტემა და საბარგულში არის ასევე საბუფერი. უკან კლიმატ კონტროლის მართვა შეგიძლიათ აი აქედან, ტემპერატურის რეგულირება, ასევე ფენის სიჩქარე. Emergency მოკრუჭი, brake hold-ი, ვინც არ იცით brake hold-ი როგორც მუშაობს, მოდი გაჩვენებთ, ეს გავააქტიურებ, დავინახოთ აი ესეთ მწვანე ლოგოს, საჩვენებს brake hold-ს და რას აკეთებს. როდესაც ავტომობილს გავაჩერებთ, სრულად გაჩერდება, შეგვიძლია ტორმოზის პედალს ფეხი აუშვათ და ავტომობილი არ დაიჯვრება მანამდე სანამ არ შევეხებით აქსელერაციის პედალს. საკმაოდ კომფორტული ფუნქცია არის, განსაკუთრებით როდესაც ხართ საცობში, ან უბრალოდ შუქნიშანზე გაჩერებულები და არ გინდათ რომ ფეხი გქონდეთ მუხრუჭზე, შეგიძლიათ უბრალოდ გააჩეროთ და აუშვათ. რაც შეეხება მულტიმედიას, გაქვთ ჩაშენებული Google-ი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Maps, ასევე Alexa, Play Store-ი, გადმოწეროთ სხვადასხვა app-ები. უკანა სივრცესაც გაჩვენებთ. ესე იგი, უკან გვაქვს სავარძლების გათბობა, რა თქმა უნდა, კლიმატური ზონა ცალკე იმართება უკან. აი ესეთი ფარდები. უკანა სივრცესაც გაჩვენებთ.
გვაქვს სავარძლების გათბობა. ესეთი ორი Type-C ჩარჯერი და 100 ვოლტიანი აქვე. საჭიქეები, სავარძლები წვება ბოლომდე და სრულად სწორი სივრცე არის. ამ კონკრეტულ ავტომობილს HPD package აქვს დამონტაჟებული უკვე ქარხნიდანვე, ასე რომ დისკები უბრალოდ ცოტა სხვანაირია. აქაც 100 ვოლტიანი ჩარჯერი. ძალიან დიდი, საკმაოდ ტევადი არის. საბარგულს რაც შეეხება, აი კიდევ ერთი დამტენი აქ არის. საკმაოდ დიდია. დიდი გამოხმაურება 2026 წლის მოდელმა. სრულიად შეცვლილი დიზაინი აქვს, ბევრად აგრესიულია. ხართ დაინტერესებული კონკრეტული ავტომობილის შეძენით, ან ნებისმიერი სხვა Honda-s მოდელით, ჩვენ ყველაზე დიდი Honda სადილერო ვართ ტეხასში, გვყავს დაახლოებით 1000 ახალი ავტომობილი და 400 მეორადი ავტომობილი, ასევე სერტიფიცირებულებიც. ასე რომ დაგვირეკეთ, გვესტუმრეთ, სიამოვნებით, დაგეხმარებით ბედნიერი დღე ნაყოფის.